მოგესალმებით პატრიოტულ მაყურებლებო. დღეს ჩვენი გადაცემის, ჩვენი სამყაროს მე-12 გადაცემას ჩავწერთ. დღეს ცოტა განსხვავებული ფორმატი გვექნება. ერთი სტუმრის მაგივრად ორი სტუმარი გვეყოლება, ბატონი ირაკლი მაკალათია და ბატონი სანდრო რაქვიაშვილი. მე მგონი უცნობი არც ერთი არ იქნება თქვენთვის. და ამასთან კიდევ ერთი რამის დაზუსტება მინდა. ჩვენ პირველ გადაცემაში, სულ პირველ გადაცემაში, როცა ბატონი სანდრო იყო ჩვენი სტუმარი, ვილაპარაკეთ ეკონომიკურ მითებზე, რომლებიც გავრცელებულია საზოგადოებაში და დამკვიდრებულია ისე თითქოს ის სრული ჭეშმარიტება. არადა სინამდვილეში მითების ასე გავრცელებული და დამკვიდრებული მითების უმრავლესობა არასწორია, მართლა მითია და მათ დამკვიდრებას და გავრცელებას ხელს უწყობს ვიღაცის ინტერესები, რომ ადამიანებმა დაიჯერონ ასეთი რამ. დღეს ჩვენ ერთ-ერთ ასეთ მითს განვიხილავთ, ანუ წინაზე ჩვენ განვიხილეთ ზოგადად მითების შესახებ არსებული ვითარება და დღეს ერთ კონკრეტულ მითს განვიხილავთ, ამას ქვია ინფლაციის აუცილებლობის შესახებ. ითვლება რატომღაც, რომ იმისთვის, რომ ეკონომიკა განვითარდეს, აუცილებელია ინფლაცია. თუ ინფლაცია არ იქნება, ეკონომიკა გაჩერდება. ეს თემა და ეს მითი იმდენად გავრცელებელია ფართო საზოგადოებაში, იმდენჯერ შემხვედრია ადამიანები, რომლებიც ურყევად არიან დარწმუნებული ამაში, რომ ვთვლი, რომ აუცილებელია ამ საკითხის გარჩევა დღევანდელ ჩემს სტუმრებთან ერთად. მაქვს ასეთი კითხვა. კი, მაგრამ ეს ინფლაცია მართლა აუცილებლობას წარმოადგენს ეკონომიკის განვითარებისთვის, თუ უბრალოდ მითია, როგორც ჩვენი გადაცემის სათაურში ამითითებული. კეთილი, პირველ რიგში მადლობა მოწვევისთვის. ჩვენს მაყურებლებს მივესალმები და საჭიროა თუ არა ეკონომიკისთვის სანამ ამას განვიხილავდეთ, ამ ვიტყოდი ზოგადად რა არის ინფლაცია, მარტივად რომ შევაფასოთ. ეს არის ადგილობრივი, ასე ვთქვათ, წარმოებული პროდუქციასა და ფულის მასას შორის თანაფარდობა და თუ ეს თანაფარდობა ირღვევა, მაშინ გვაქვს ან ინფლაციური ან დეფლაციური პროცესები. ესე მარტივად რომ წარმოვიდგინოთ, თქვათ, ეკონომიკაში გვაქვს ეს სამი ჭიქა და სულ 30 ლარი არის, ასე ვთქვათ, ბრუნვაში. შესაბამისად თითოეული ჭიქის ნუ ერთნაირი ჭიქებია, პირობითად თუ ავიღებთ, ვიტყვით რომ თითოეული ჭიქის ფასი არის 10 ლარი. რა შემთხვევაში გვაქვს ინფლაცია? ანუ ინფლაცია ეს არ ნიშნავს იმას, რომ კონკრეტულად პურის ფასზე რომ გაიზარდა ფასი, ეგ არ არის ინფლაცია. ინფლაცია არის საერთო ფასის დონის ზრდა და ანუ ჩვენ შემთხვევაში, საქართველოს შემთხვევაში, სამხარებლო კალათაში შედის 305 დასახელების პროდუქტი, აი ამ 305 დასახელების პროდუქტზე თუ საშუალოდ გაიზარდა ჯამურად ამ 305-ზე საშუალოდ გაიზარდა ფასები, ამას უკვე ვეძახით ფასების საერთო დონის და იგივე ინფლაციას. და ამ შემთხვევაში ეს სტატისტიკის კი ბატონო, რაც სტატისტიკა თქვა ითვლის და ჩვენ შემთხვევაში 305 პროდუქტი რომ დავავიწრო და თქვა აი ამ სამ პროდუქტზე გადავიტანო და 30 ლარი გაქვს ასე თქვა ეკონომიკაში ბრუნვაში და სამი ჭიქა გაქვს, თითოეული ჭიქის ფასი არის 10 ლარი. იმ შემთხვევაში თუ ამ ფულის მასას გავზრდით და თქვა ეს 30 ლარი გადაიქცა 60 ლარად, მაშინ ამ ჭიქების ფასიც გაიზრდება, თქვა 20 ლარი გახდება თითოეული ჭიქის ფასი. ან მეორე შემთხვევაში თუ ამ ჭიქების რაოდენობა შემცირდა და თქვა 30 ლარი კვლავ ბრუნვაში გაქვს, ან ეს სამი ჭიქიდან კვლავ ერთი ჭიქა დაგჭა, წარმოება შეგიმცირდა, მაშინ კიდევ გაიზრდება ფასი, ამ შემთხვევაში ის რომ ერთი ჭიქის ფასი გამოვა 30 ლარი. ანუ არსებულ ფულის მასასა და წარმოებულ პროდუქციას შორის, არსებულ პროდუქციას შორის თანაფარდობა როგორი არის? თუ ფულის მასა გაიზარდა, ესე იგი ამ არსებული პროდუქტებზე ფასები იზრდება, თუ წარმოება შემცირდა, თუ ადგილობრივი ასე თქვა ამ პროდუქტების მოცულობა შემცირდა, ფასები იზრდება, ან ორივე შემთხვევა თუ გვაქვს, ფულის მასაც იზრდება და წარმოება ან ვერ მიყვება, ან მცირდება, ამ შემთხვევაში გვაქვს ინფლაციური პროცესი, იმიტომ რომ აი ამ პროდუქტებზე იზრდება ფასები. ეს არის შიდა ასე თქვა საკითხი ქვეყანაში, რაც იწვევს ინფლაციას. ნუ მე შეიძლება საგარეო ფაქტორებზეც ვისაუბროთ, რომელიც მე ინფლაციურ ასე თქვა პროცესებზე ახდენს გავლენას. ნუ აქ დავასრულებთ საუბარს იმაზე, რომ ეს არის ასე თქვა ინფლაციის მაჩვენებელი. და ეკონომიკაში უნდა იყოს თუ არა ინფლაცია, კი განსხვავებული მოსაზრებებია, ნუ არ ვიზიარებ იმას, რომ აუცილებელი ის ინფლაციის არსებობა, უბრალოდ ახსნა არის ის, რომ
როდესაც ანუ ფულის ფუნქცია რა არის? ეს უნდა იყოს, ასე ვთქვათ, გაცვლის საშუალება. ანუ თავიდანვე ხო ფულის ასე ვთქვათ ფუნქცია იყო, რომ რაღაც პროდუქციას რომ აწარმოებდნენ, ეს პროდუქტები ერთმანეთში გაეცვალა და ყოფილიყო კომფორტული და რაღაცა ცხვარზე არ გაეცვალა და ყველა რაღაცა ერთ ასე ვთქვათ ნიშნულზე შეთანხმებული იყო, აი ამას ერქვა ფულის მასა. ეს იყო თავიდან ასე ვთქვათ ნიჟარები იყო თუ ცხვარი იყო თუ რა პროდუქტიც იყო, მე ნელა მოვედით აქამდე ევოლუციის გზით რომ ეს ფულის ბანკროტები გაჩა თუ ელექტრონული ფული, რითაც მე იცვლება. და თუ ინფლაცია გვაქვს, ეს ნიშნავს იმას, რომ უფრო მეტი ფული გაქვს ბრუნვაში ვიდრე ეს პროდუქცია და აი ამ პროდუქციის გაცვლის პროცესს არ უშლის ხელს და პირიქით გეხმარება, რომ ასე ვთქვათ, ეს პროცესი დინამიკაში წავიდეს და სადღაც ვიღაცას აი მოდი ბჭყალებში ვიტყო რომ ფული არ დაუმთავრდეს ამ გაცვლის დროს ვიღაცას ფული აღარ ქონდეს ჯიბეში. მოკლედ რომ ასე რომ რაც შეიძლება მარტივად რო ახსნათ ეს არის ასე ვთქვათ ინფლაციის მაჩვენებელი, მაგრამ რეალურად ჩვენ ახლა თანამედროვე ტექნოლოგიებში როცა ვცხოვრობ და ეს საჭიროება არ დგას რომ უფრო მეტი ფულის მასა ქონდეს, რა პრობლემა არის თქო რომ ეს ინფლაციის მაჩვენებელი იყოს 0-დან 0-ზე. წლიდან წლამდე. საერთოდ პრობლემას არ უქმნის, ასე ვთქვათ, ამ პროდუქციის გაცვლას, იმიტომ რომ გაქვს ელექტრონულად ეს ფულიც, ბარათზეც გაქვს, ამიტომ აი ეს ფული საიდანაც არ უნდა მოიტანო, გააქვს უკვე. შესაბამისად, ამ გაცვლის პროცესს ეს არ უშლის ხელს. შესაბამისად, ეს ინფლაცია სტიმული არ იქნება ამ შემთხვევაში, უბრალოდ არის დამხმარე საშუალება პროდუქტების გაცვლის. არ ვიცი რამდენად მეცადე რომ მარტივი ენით ამეხსნა, რამდენად გავამიგდა. რა ბოლოსში რა ადრე როცა ელექტრონული ფული არ იყო, რამე სტილს არაფერი, უბრალოდ ახსნას, უბრალოდ ის ახსნა მინდა რომ ეხლა რა შეცვალა, იმიტომ რომ ელექტრონული ფული გვაქვს იმასთან რა ხო, ანუ უბრალოდ არის ის რომ თუ უფრო მეტი ფულის მასა გაქვს, ნუ ახსნას გულისხმობ, თორემ იმ შემთხვევაშიც პრობლემა არ არის. მაგრამ გულისხმობ იმას, რომ ვინც თქვათ საპირისპირო აზრის წარმომადგენელი აქ დაჯდება და გვეტყვის იმას, რომ აი ფულის მასა რო არ დამთავრდეს, რომ ამ გაცვლის საშუალება ქონდეს და მას სტიმული ქონდეს. ინფლაცია თუ იქნება და უფრო გაიზრდება ფასი ამ გაყიდვის ამ პროდუქტს, უფრო მეტი სტიმული იქნება და აი მისი არგუმენტებიდან გამომდინარე, ასე ვთქვათ, გავაკეთე ეს აქცენტი და სხვა შემთხვევაში, ნუ ამას ცალსახად არ ვიზიარებ იმას, არ ძველ დროში თუ ახალ დროში რაღაც ინფლაცია აუცილებლად ეს რაღაც ეკონომიკის სტიმულირებას იწვევს. არა, ფული არის უბრალოდ გაცვლის საშუალება და მეტი არაფერი. კარგი. არ ვიცი რამდენად მარტივი იყო მაყურებლისთვის, იქნებ სანდროს უფრო მარტივად შეუძლია ახსნა. რა არის ეს ინფლაცია? ინფლაცია ზოგადად გაფართოებად ითარგმნება, ანუ გაფართოებას ნიშნავს ინგლისურად უთარგმნოთ და შინაარსობრივად არის ფულის მასის გაფართოება და იგულისხმებოდა რომ ფულის რაოდენობა რო იზრდება, ფასებიც იზრდება. ანუ მერე უბრალოდ ეს ორი პარამეტრი გაიყო და ეხლა ინფლაციას იყენებენ როგორც ფასების და მაგრამ ინგლისურად ამას ნიშნავს რა გაფართოება. ანუ თავი პრობლემა მეგონი ზოგადად არა ეს ყველაზე რთული თემა ზოგადად ადამიანისთვის და ინფლაციის მეშვეობით ხალხის დაბეგვრა არის ყველაზე ეფექტიანი გზა როგორც წაართვა ადამიანს ფულის რომ ვერაფერი ვერ მიხვდეს. იმიტომ რომ საბოლოო ჯამში ინფლაციას ჩვენ რაც ხედავთ ყოველთვის ჩვენ რეალობაში რაც ჩვენ ვეძახთ ინფლაციას. იწევს ეროვნული ბანკი და ეს არის მთავრობის დაფინანსების ერთ-ერთი წყარო. მოგვიგონდა ადამიანი ან თუ შინაარსობრივად იგივე რაც საშემოსავლო გადასახადი, იმიტომ რომ ადამიანს ნაკლები ფული რჩება რომ რაღაც იყიდოს. შედეგად, მაგრამ რეალურად ის ვერ ხდება რომ მას ფული წაართვა საშემოსავლო გადასახადის ნაირად მთავრობამ. და გონია რომ დავნაშავეა, რა ვიცი, მაღაზიის მფლობელი, რომელსაც ფასები გაზარდა ზედზე. ამიტომ ეს არის ყველაზე დახვეწილი, ყველაზე ეფექტიანი გზა, როგორ მოატყუა მორჩეველი წაართვა ფული და თან თუ გაბრაზდება სხვა ადამიანზე და არა იმაზე ეს ფული წაართვა. ანუ შინაარსობრივად კარგია თუ ცუდია ინფლაცია დადის ორ რაღაცაზე. ზოგადად კარგია თუ ცუდია გადასახადები და მეორე კარგია თუ არა მოტყუებით შეკრებილი გადასახადები. იმიტომ რომ მთელი გადასახადების სისტემის ევოლუცია არის ღია გადასახადები და ფარული გადასახადების მოძრაობა. თუ თავდაპირველად საზღვარზე იდგა და სავაჭრო ტარიფებს ან ვაჭრობას ბეკრავდნენ, იქვე ართმევდნენ რაღაც პროდუქტს, ოქროს და შემდეგ. ნელ-ნელა დღეს ამას ტარიფებს ვეძახით, თუ შემთხვევაში აქციზებს და შემდეგ. ნელ-ნელა ეს გადაიზარდა უფრო ფარულ დაბეგვრაზე, მაგალითად დღეგ როცა ადამიანს გონია რომ თვითონ არ იხდის და რაღაც კომპანია იხდის. ან სამ პენსიო შენატასტო კომპანია იხდის, გეგონება მის ხელფას არ აღდებოდეს ეს.
და შემდეგ, მაგრამ ამ ევოლუციაში ფულის ბეჭდით ხალხის დაბეგვრა ყველაზე ეფექტიანი აღმოჩნდა. ანუ ხალხი გარტყმაში არ არიან საერთოდ როგორ ხდება ეს. არც უნდათ გაიგონ და რასთან რომ გაიგონ, ამაზე დახარჯონ დიდი დრო. და ამიტომ რადგან ადამიანი სტაბილურს არ ხარჯავს ამაზე დროს და არ დაიწყოს გარჩევას, რა კავშირია ეროვნულ ბანკს შორის, აი ნაკლებად თქვა რომ რაღაც თანაფარდობა ფულისა და პროდუქტების რაოდენობა, რა თანაფარდობა, საიდან ჩდება ეს, როგორ ითვლება და რაც თავარია ამ გამოვლენებას ხო ბევრი ანუ ინფლაცია ხო ბევრი გამოვლინება აქვს, მარტო ის კი არის რომ ფასი იზრდება. შეიძლება სნიკერსი ერთი და იგივე ფასი იყიდეს, მაგრამ უფრო პატარა იყიდებოდეს. და მიდიხარ მაღაზიაში, ხედავ რომ იგივე სნიკერსი დევს, როგორც ცოტა უფრო პატარა, იგივე ფასად. ნომინალურად ინფლაცია არ გაიზარდა, სნიკერსი ღირს იგივე ფასი, მაგრამ სნიკერსი შემცირდა. მაგ პურზე უფრო ხდება ხოლმე ფურსა პატარა. არა, ყველგან ხდება ხარისხი, შეიძლება იგივე წონა იყოს, კარაქიც იყოს, ან უფრო იაფიანი კარაქი გამოიყენონ რაღაც გამოშვებაში და ასე შემდეგ. ანუ ამას მრავალფეროვნებას თქვა გამოვლინება ამ ყველაფრის, მაგრამ შინაარსობრივად რო თუ რა ვიცი, ყველაზე მარტივად ეს არის, რომ ადამიანების დაბეგვის ერთ-ერთი ნაირსახეო. და იბეგრება ადამიანი იმით, რომ მთავრობა ბეჭდავს ფულს. და რაც უფრო მეტი ფულია ეკონომიკაში, მით უფრო იაფი ეღერება ეს ფული. ყველა შემთხვევაში. იმიტომ რომ რომც ეკონომიკა შემცირდეს, თქვათ, ნაკლები პროდუქტი გქონდეს, როგორც თქვენ თქვათ, ჭიქების რაოდენობა შემცირდეს, კი, ფასები გაიზრდებოდა, მაგრამ ფული თუ დაიბეჭდა, ფასები, ასე ვთქვათ, უფრო მეტად გაიზრდება. რომც ეკონომიკა გაიზარდოს, კი, ფასები უნდა შემცირდეს, მაგრამ თუ ფული დაიბეჭდა, ნაკლებად შემცირდება, ან შეიძლება მიუხედავად ეკონომიკის ზრდისა გაიზარდოს კიდეც. ანუ საბოლოო ჯამში ეს ყოველთვის და ყველგან არის ფულის ემისიის შედეგი. ანუ ფასების და ფულის ემისიას ყოველთვის მოყვება ფასების და უბრალოდ შეიძლება იყოს ღია და ფიქსირებული ჭიქა და 5 ლარი გახდა 6. ან შეიძლება იყოს ფარული, რომელიც არ ჩანს, იმიტომ რომ შეიძლება ღირს 5 და ღირდა 5, მაგრამ უნდა ყოფილიყო 3 და აღარ არის 3, 5-ია. იმიტომ რომ ეკონომიკაში პროდუქტების რაოდენობა გაიზარდა, მაგრამ ფულიც გაიზარდა და ამიტომ ფასები არ გაიზარდა. ასე რომ ზოგადად ფასების დანიშნულება რომ ზოგ პროდუქციათა ფასი იზრდებოდეს, ზოგადად მცირდებოდეს, არც ზრდაა ცუდი, არც შემცირებაა ცუდი, თუ ეს ბუნებრივად ხდება, მაგრამ როცა მთავრობა, თქვა, ფულს ბეჭდავს, შინაარსობრივად ადამიანების ყიდულობით უნარიანობა მცირდება. ეფექტი ზუსტად იგივეა, რაც საშემოსავლო გადასახადს აქვს, ოღონდ იმისგან განსხვავებით ხდება ეს ფარულად. ადამიანები ხდებიან როგორც მოსყობილი და ბედნიერად ეგუებიან ამ გარემოებას. ნუ არ ვიცი, პონტვაში დასაწყისაც შეიძლება გამო. მეტი გამოსავალი ამ მაინდა-მაინც არ არის, სანამ რაღაც გარკვეულ კრიტიკულ წერტილს არ მიაღწევს გაღიზიანება იმის გამო, რომ ფასები იზრდება, მაგრამ როგორც არ უნდა გაწელო, ინფლაცია ასე თუ ისე ყველას გაუგია ეს ტერმინი, მე მგონი ადამიანი არ არის, ვისაც არ გაუგია, მიუხედავად იმისა, რომ სიღრმისეულად ალბათ ვერც ვერავინ ანალიზებს, მაგრამ გვესმის, რომ ინფლაცია ჩვენ ცხოვრებას აუარესებს და ეს ალბათ ყველას ესმის. მაგრამ ჩვენ ახლა მეორე მხრიდანაც შევხედოთ, იქნება მართლა რაღაცათომ საჭიროა ეს ინფლაცია იმისთვის, რომ ეკონომიკა უკეთესად იმუშაოს. რა ისთვის არის საჭირო ინფლაცია? ანუ საერთოდ მარტივი ახსნა ამ იდეას, რომ ინფლაცია საჭიროა, გაჩნდა ფაქტობრივად რაღაც გაგებით, იმის რაღაც დოზით იდეა მანდაც არსებობდა, არის ყველაზე ცნობილი ეკონომისტის დამსახურება ლორდ კეინზის, რომელიც ცხოვრებას რო გადახედოთ, ის იყო ბედნიერი ცხოვრება ჰქონდა ადამიანს. დაიბადა დიდარ ოჯახში, დიდ ბრიტანეთში, კარგი ცხოვრება ჰქონდა, სიმდიდრეში ცხოვრობდა და მთელი ცხოვრება გულაობდა. შეიძლება ახალგაზრდა მოკვდა კიდეც. და მთელი მისი ცხოვრების კრედო იყო იცხოვრა დღევანდელი დღით, მიიღეს სიამოვნება ცხოვრებისგან. მის ბიოგრაფიას რო გადახედოთ, არც ერთ ეტაპზე მისი ცხოვრებისა არ შეუწყობია თავი რაღაც გრანდიოზული წვალებით. მაგას ეკუთვნის გამოთქმა გრძელვადიან პერსპექტივაში ჩვენ ყველანი. ამიტომ მისი კრედო, მისი ყველაზე ცნობილი, ასე ვთქვათ, ეს ფრაზა, რომელიც გამოყენებულია ერთ-ერთ ნაშრომში, რომ გრძელვადიან პერიოდში ჩვენ ყველა მაინც მოკვდებით, ანუ აღწერს პრინციპს, რომ მოდით არ მივახსოვთ ყურება რა იქნება მომავალში, ვიცხოვთ დღევანდელი დღით. და როგორ რა შეითავნება ეკონომიკურად ეს? თუ წამოიდგინეთ რაღაც ხდება ეკონომიკაში, არ ვართ კარგ მდგომარეობაში, კრიზისია, მილიონი მიზეზი შეიძლება ცუნამი დაარტყა როგორც იაპონიაში იყო, მთავრობა რაღაც გააკეთა, ომი იყო მეზობელ ქვეყანაში და ჩვენ რაღაც დავზარავდით და შენ რაც არ უნდა იყოს მიზეზი.
წამოიგინეთ რომ ადამიანს მათრახი რო დაარტყა და ამუშავა უფრო სწრაფად. ხო გასაგებია რომ ეს ეკონომიკას რაღაცნაირად წაადგება. მაგრამ თუ მათრას კარგად ბლომად ურტყავ, ბოლოს ის ადამიანი კვდება. მაგრამ იმ მომენტში რომ მათრას პირველად დაარტყავ, ეფექტი სახეზე გვექნება, უფრო მეც იმუშავებს. ამიტომ დავინახავთ რომ რაღაც თქვა წარმოებაზე გაიზრდება გამოშვება. ადრე ხალხი უხასიათოდ მუშაობდა, ეხლა მათრას ურტყავენ და უკეთესად მუშაობენ. ამ მათრახის დარტყმის ეფექტი აქვს ფულის ბეჭდას. როცა მთავრობა ფულს ბეჭდავს, ადამიანები ტყუდებიან, გონიათ რომ მათ მეტი ფული აქვს. მიდიან რაღაცას ყიდულობენ, სესხს იღებენ, ყიდულობენ მანქანას, ყიდულობენ ტელეფონს, გაყიდვები იზრდება და საბოლოო ჯამში ეს ფული რო ვრცელდება, მე ფასები იზრდება, ადამიანები ხვდებიან რომ სინამდვილეში არ ქონდათ ის შემოსავალი რომელიც ეგონათ, არ უნდა ეყიდათ ეს მანქანა, არ უნდა ეყიდათ ეს ტელეფონი, მე ღარიბდებიან, მაგრამ იმ მომენტში ეს უკვე მომავლის ამბავია. 2 წელიწადში მოხდება, 3 წელიწადში მოხდება, მაგრამ დღეს ისინი მეც ყიდულობენ, ეკონომიკა უფრო სწრაფად იზრდება და ჩდება იმის ილუზია, რომ ყველაფერი გადავლახეთ, ყველა პრობლემა გადავლახეთ. ამიტომ ინფლაციას ან ფულის ბეჭდას ეროვნული ბანკის მხრიდან შეიძლება ქონდეს მოკლევადიანი დადებითი ეფექტი. რომ მათრახი დავარტყათ მოქალაქეებს, რეალურად ისინი თავის დანაზოგს კი არ გააკეთებენ, მომავლისთვის კი არ მომზადებიან, რთულ პირობებში კი არ შექმნიან რაღაც ბალის უსაფრთხოების, რომ უკეთ მოერგონ ამ გარემოებს. აპირიქით, დღეს რო ყველაფერს დახარჯავენ, დღევანდელი დღით იცხოვრებენ. მაღაზიები, წარმოება, ყველა დაინახავს მეტ კლიენტს, მეტ უფრო იაფს სესხს, გაყიდვები გაიზრდება, გაიზრდება სამუშაო ადგილები, ყველას გაუხარდება, იტყვიან რომ რა გატყობილა, მაგრამ დადგება დრო, როცა მათრახისგან დატყმული მათრახისგან სიხლი წამოვა, უკვე ვეღარ ადგები და რამდენიც არ უნდა დაარტყა მე მათრახი, უკეთესი მაინც არ გამოვა. საბოლოო ჯამში ეს არის, რასაც ჩვენ შეიძლება მივახციოთ ინფლაციით და ვინაიდან თვითონ ლორდ კეინსი ამბობდა, რომ დღევანდელი დღით უნდა ვიცხროთ, სულ ფეხებზე კიდე რა იქნება მომავალშიო. მისი ეკონომიკური თეორია ფაქტობრივად თუ მთავრობა ამით ხელმძღვანელობს, მთელ ქვეყანას აცხოვრებს ლორდ კეინსის ნაირად. და თუ თანმიმდევრული იქნება მთავრობა, შეიძლება ძალიან კარგი ცხოვრება ქონდეს და ძალიან მოკლე. მაგრამ ჯერჯერობით გრძელდება ის. გრძელდება, არ გრძელდება, იმიტომ რომ სინამდვილეში საბოლოო ჯამში ეს ხო მათრახის დარტყმის სიძლიერეზეა. როცა მათრახს ცოტა-ცოტა ურტყავ პერიოდულად, ამას ქვია მიზნობრივი ინფლაცია. მაშინ ადამიანი პერიოდულად ცოტა უფრო სწრაფად მუშაობს, მაგრამ ეგუება. მაგრამ ზედმეტი რომ მოგივია და რაღაც არგენტინასნაირ რაღაცას გააკეთება, ან თურქეთისნაირ რაღაცას გააკეთება, ან რაც საქართველოში ხდებოდა კუპონების დროს, ან რუსეთში ხდებოდა 90-იან წლებში, მე ეკონომიკა ინგრევა. შეიძლება რევოლუციაც მოხდეს, შეიძლება მე ხელისუფლება შეიცვალოს და ასე შემდეგ. ამიტომ ერთი მხრივ ძალიან კარგი დაბეგვრის ინსტრუმენტია, მაგრამ მეორე მხრივ ეს არის ძალიან საშიში დაბეგვრის ინსტრუმენტი. ამიტომ თუ ზედმეტი მოგივიდა, მათრახის დარტყმას უნდა იცოდე. და ვინაიდან ხალხი ასეთ მორჩილებაშია და ვინაიდან მათი უცოდინრობის გამო ვერ ხვდებიან რომ რა ხდება, გონიათ რომ ეს დამსაქმებელი ურტყავს მათრახს, მაღაზიის მფლობელი ურტყავს მათრახს, რაღაც კაპიტალისტი, რაღაც გამყიდველი, მევახშე და ისინი არიან დამაშნას, ამიტომ თავრობა აკეთებს ამას. ამიტომ ხალხი რომც გაბრაზდნენ და ცოტა ეტკინოთ, მაინც სხვა ადამიანს ლანძღავენ. ამიტომ თუ ზომიერად ურტყავ მათრახს მოსახლეობას ინფლაციის მეშვეობით, სისტემა მუშაობს საკმაოდ დიდხანს, ხალხს ბევრ ფულს ართმევენ, მთავრობები უკვე შეტყობენ თავს. მთავრობა შეცდა და ზედმეტი მოვიდა, ან მაგდანალოს უმჯდოსავით დაემართება ხალხს, ან მთავრობას შეექმნება პრობლემები. კარგი, ბატონო ერაკლი ცოტა სხვა კუთხიდან კი ბატონო, ეხლა ისე მჭიქებს, რასაც გავყვებოდი. მოკეთ ანუ ამ ინფლაციაზე მოგეთ წარმოდგენა რაც არის რომ ზოგადად ახლა თქვენ წიგნი მაჩუქეთ და კითხულობდით და მოგეთ ეკონომიკა რეალურად ეს ფორმულები არ არის და მოთხოვნა მიწოდებას არ ცდება ლოგიკურ ჯაჭვს არ ცდება და ხშირ შემთხვევაში მე რაღაც ფორმულებში გადავდივარ და ამ ფორმულებში მე ჩავიკარგებით და რაღაც თეორიები იქნება რა თეორიაც ახლა მე ვთქვი და კარგად ვერ გაგაგებინეთ ანუ მეტი ფული რო იყოს რომ აი ამ მომსახურებას რომ ასე ვთქვათ მომსახურების პროდუქტების გაცვლას რომ პრობლემა არ შეექმნას ამ მიწოდების ჯაჭვში ნუ რაც ახსნა აქვთ ხოლმე
ცოტა უცნაური ახსნა, მაგრამ ახსნა ეგეთი ახსნა მომისმენია და მოკეთ ერთ-ერთი ესეთი მაგალითი შეიძლება გავიხსენოთ აი ისტორიულ წარსულში უნგრეთში, სადაც აი მეორე მსოფლიო ომის პერიოდში ტოპ 5 ინფლაციის მაჩვენებლები რო ავიღოთ ქვეყნებში 4 მეორე მსოფლიო ომის პერიოდს უკავშირდება და უნგრეთში კვადრილიონობით რამდენიმე კვადრილიონი ინფლაციის ტემპი იყო, რამდენიმე კვადრილიონი პროცენტი 12 კვადრილიონი თუ 16 კვადრილიონი ინფლაცია იყო უნგრეთში. ეხლა ანუ იქ რა მოხდა ის რომ წარმოება შემცირდა. ნუ ომის პირობებია, გასაგებია და წარმოება შემცირდა, გაძვიდა პროდუქტები. მთავრობამ რა გადაწყვიტა? გადაწყვიტა რომ ეს პროდუქტები გაეაფებინა. ანუ იმას კი არ უყურებთ ჩვენ რომ ეს პროდუქტი რომ ძვირდება, რატომ ძვირდება? ანუ ეს ხომ ეკონომიკის ბუნებრივი პროცესია. ბუნებრივი პროცესი აი ბაზარი ზუსტად ამას გიჩვენს თუ რა მდგომარეობა და სწორად გავიგოთ მიზეზი რომ მე ეს მიზეზი ასე ვთქვათ საფუძველი კარგად გავიაზროთ რომ მე რეალურად ასე ვთქვათ კარგად შევაფასოთ და უმკურნალოთ აი ამ ასე ვთქვათ პრობლემას და პრობლემის მკურნალობა გადაწყვეტეს როგორ ფულის მასის გაზრდით ანუ ის რომ პროდუქტებზე ფასები შემდგის გაიზარდა გამოწვეული იყო რით იმიტომ რომ დეფიციტი წარმოიქმნა რომ ნაკლებ პროდუქტს აწარმოებდნენ ნაკლები პროდუქტი აწარმოებს ანუ ეს ჭიქების რაოდენობა შემცირდა შესაბამისად ამ ჭიქებზე ფასები გაიზარდა მთავრობამ რა გააკეთა ადგა მეტი ფული დაბეჭდა მეტი ფული გამოუშვა რომ შენო უფრო მეტი ფული გექნება ამით შენ ასე თქვა გაგიაფდება და იყიდე ამ ძვირ პროდუქტს კი იმას გაუიაფდა იმ რამდენიმე პერიოდის განმავლობაში მცირე მოკლე პერიოდის განმავლობაში მაგრამ ფულის მასა როგორც გამოვიდა ეგრევე ფულის მასას და ამ პროდუქციას შორის წონასწორობა ისევ დადგა და ამ წონასწორობამ აჩვენა რომ აი ამ ფულის მასის პირობებში გაიზარდა პროდუქციის ღირებულება. კვლავ გაიზარდა, ანუ უფრო მაღალ ნიშნულზე ავიდა. როგორ უმკურნალეს კიდევ უფრო მეტი ფული დაბეჭდეს. იმ ფულმა მოკლევადიან პერიოდში, რაც რამდენიმე დღის განმავლობაში უმკურნალა და ასე ვთქვათ, დაასტაბილურა ფასები, მაგრამ როგორც კი ბაზარმა იგრძნო რომ ეს ფული გამოშვებულია უბრალოდ იმიტომ კი არა, რომ წარმოებული პროდუქცია გაიზარდა და მის მოსამსახურებლად, არამედ უფრო მეტი ფული გაჩნდა ეკონომიკაში, ვიდრე ეს ეკონომიკური წარმოებული პროდუქცია და ეს ეტაპობრივად რომ გაზარდეს და ზარდეს ამ ფულის ბეჭდვა, კვადრილიონებზე ავიდნენ. იდეაში სადაც ესეთი ჰიპერინფლაციები იყო, მსგავსი პრობლემები იყო, რომ აი ამ პრობლემას რომ ფასები გაიზარდა და რა ვქნათ, კეთილი მთავრობა ბრჭყალებში მკურნალობდა იმით, რომ ფულის მასას ზრდიდა და ჩვენ უბრალოდ აი ფულის მასის გაზრდით როგორ მკურნალობენ მე ანუ ფულის მასა გაზარდა მე ჯიბეში ფული ხარ გამეზარდა ამით კი ბატონო ხო და ანუ მე ჩემ პოზიციას არ ვამბობ მათი პოზიცია ახსნა რაც იყო რომ შენ თუ აი ამ ასე ვთქვათ პროდუქტის საყიდლად ფული არ გაქვს მე მოგცემ ამ ფულს და ნუ ამ ფულს იყიდი და ასე ვთქვათ მკურნალობ ამით ასე ვთქვათ ფულის მიცემა ხდებოდა ალბათ პრივილეგირებულ ფენაზე ხო და მოკეთ აი ამ ფულის გამოშვება მე პირიქით ის უკუ ეფექტს იწევდა და რეალურად ეხლა ჩვენ ესე არ უნდა ვუყუროთ რომ ფულის მასას და პროდუქციის წონასწორობიდან გამომდინარე ადგება ის ფასები რაც გვაქვს ეკონომიკაში და ხელოვნურად როგორც კი ჩაერევი და ეს ხელოვნური ჩარევა არის ფულის გამოშვება მე უკვე იწევს იმას რომ ინფლაციის მაჩვენებლები იზრდება ეს იმ პერიოდში იმ ასე ვთქვათ პრობლემატური საკითხების მოსაგვარებლად რაც გააკეთეს აი მაგ საკითხებს ყვები და დღეს ახლა თანამედროვე პირობებში კიდე სხვა რაღაც მიზეზები გვაქვს რის გამოც იზრდება ფასების ინფლაცია გვაქვს და რატომაც ვთქვათ ეროვნული ბანკი ზრდის ამ ფასებს და შემდეგ ვარ გამიგრძელდეს სიტყვა მომდენო ასე ვთქვათ სიტყვაში აი ფულის მასის დაზეც საქართველოს რეალობიდანაც აქაც გავაკეთებ კომენტარს კარგი მოგლედ ასეა თუ ისეა რაღაც სხვადასხვა კუთხიდან თითქოს ახსენით მაგრამ მაინც ბუნდოვანია ჩემთვის კი არა ალბათ მაყურებლისთვის თუ მაინც და მაინც რისთვის არის საჭირო ეს ინფლაცია გასაგებია მოცემულ მომენტში მე ფულს გამოუშვებ მისცემ ვიღაცებს ვინც ჩვენთან უფრო დაახლოებული პირები არიან რომლებიც რაღაცებს იყიდიან და ეკონომიკა თითქოს გაცოცხლდება მაგრამ რეალურად ეს პერსპექტივაში მიდის სანდროს ტერმინი ხაროთ მატრახის გადაჭარბებული გამოყენებამდე და ბოლოს ადამიანისთვის საზოგადოებისთვის ეკონომიკის დაცემამდე და რამდენიხან შეიძლება გაგრძელდეს ასეთისა თუნდაც მიზნობრივი ინფლაცია დაიცვას როგორც თქვი ეს დაბეგვისნაირ სახეობაში ნაცნობად ინფლაცია არის იგივე რა საშემოსავლო გადასახადი ანუ ადამიანი როცა მიდის 100 ლარი ქონდა ჯიბეში, მივიდა მაღაზიაში. თავრობამ თუ 20 ლარი ამოაცალა.
ესე იგი საშემოსავლო გადასახადით 80 ლარით იყიდა პროდუქტები. ეს ზუსტად იგივეა, რომ მთავრობას ეს 20 ლარი პირდაპირ კი არ წაერთვა, არამედ ფული რო დაებეჭდა თავისი რაღაც ხალხისთვის მიეცა, ამ ხალხის გაზრდილი მოთხოვნის გამო ფასები გაიზრდებოდა, ამიტომ ადამიანი 100 ლარით რომ მიდიოდა მაღაზიაში, იყიდოდა იგივეას, რაც გუშინ 80 ლარით. ანუ ამ შემთხვევაში იდენტური ეფექტია, ანუ 100 ლარი დახარჯა და 7 ვაშლი იყიდა თუ 80 ლარად იყიდა 7 ვაშლი, არ მნიშვნელობა აქვს 7 ვაშლი იყიდა. უბრალოდ ერთ შემთხვევაში მთავრობამ ფული პირდაპირ წაართვა, ჯიბიდან ამოუღო გადასახადის მეშვეობით, მეორე შემთხვევაში ფული დაბეჭდა, ფული გაუფასურა და მის ჯიბეში არსებული ფულმა იყიდა ისევ იგივე 7 ვაშლი, რაც 80 ლარი იყიდა მანამდე. ამიტომ კითხვა რისთვისაა საჭირო ინფლაცია, ან როდესაც შეიძლება გაგრძელდეს, ძალიან მარტივად არის იქამდე რისთვის არის და მთავრობას მეტი შემოსავალი ქონდეს და სანამ შეიძლება გაგრძელდეს, აი თუ ზომიერად იქცევა მთავრობა, უსასრულოდ შეიძლება გაგრძელდეს. ანუ აქ არანაირი ისეთი ზიანი ადამიანს არ მეაქვს, რომ მან ამის გამო რადიკალურად შესაძლოა ქცევა. და ამიტომ თუ მთავრობა მას ზომიერად აკეთებს, ხალხი ღარიბდება ამის გამო, მაგრამ იგივე შეიძლება თქვა ნებისმიერ სხვა გადასახადზე. რატომ რა დღეგერით არის უკეთესი ან საშემოსავლო გადასახადი? დღეგერ და საშემოსავლო უფრო ჩანს, მაინც ასე თუ ისე ჩანს მაინც რომ ბიუჯეტში მიდის. და პური რო გაძვირდება და ადამიანი რო ძვირად იყიდის პურს და ამის გამო რომ უფრო მაღალ დღეგერს გადაიხდის თონე და საბოლოო ჯამში ბიუჯეტში მეტი ფული შევა, ეს უკვე ზედმეტად დიდი ბუღალტერია ადამიანისთვის, რომ რიგით მოქალაქემ გაიგოს. ამიტომ ამ ყველაფერი დადის იმაზე, რამდენად ზომიერად იქცევა, ზომიერად ურტყავს მათ რას მოქალაქეს მთავრობა და ეს მიზნობრივი ინფლაცია, რაც ეკონომიკაში არის მიჩნეული, თქო, ჩვენ რომ ბანკს 3% რო აქვს, რაღაც 3%, 2%, ზოგ შემთხვევაში 1% აქვს ხოლმე ცალკეულ ცენტრალურ ბანკებს. ეს უბრალოდ ეს მატრახია, რომელიც ეკონომიკაში შემოშავებული ესეთი პრინციპი, რომელიც არის არანაირად კაცრი კანონი, უბრალოდ გასაგებია, რომ მთავრობა ბეგრავს ხალხს, სანამ ხალხი იტანს დაბეგრავს, ეს სისტემა რაღაცნაირად მუშაობს. და ამ გადასახადებს შორის ყველაზე საშიში გადასახადი და თან ძალიან ეფექტიანი ადამიანის მოტყუების კუთხით არის ინფლაცია. ამიტომ ეკონომისტები მიხვდნენ დროთა განმავლობაში ბევრი მთავრობის შეცდომის შედეგად, მათ შორის რომ თუ ინფლაცია დაბალ დონეზეა, 1-2%, ადამიანები ამასთან შეგუებულები არიან, თანაცხოვრობენ, არ მუშაობენ ნაკლებს და აი როგორც ციყვი რომ ბორბალში ტრიალებს, კარგად თუ ტრიალებს, ადამიანს ასე თუ ტრიალებს, ასე ვთქვათ, გადახაშავს ამ გაუფასურებელ ფულს. და თუ მე სათანადოდ დამუშავებული ექსპერტები აუხსნიან მოქალაქეს, რომ კიდე სიკეთეც არის, რომ ასენი ფასები იზრდება. მით უკეთესი და ის რომ ამას ამბობენ რომ ინფლაცია კარგი ეკონომიკისთვის, იგივეს ამბობენ ყველა გადასახადზე. საბოლოო ჯამში ნებისმიერი გადასახადი, რომელიც მე რომ დავაპირო გაუქმება და ვთქვა რომ გავაუფოთ დღეგ საშემოსავლო აქციზი ყავს, გამოჩნდება ვიღაც ექსპერტი, რომელიც იტყვის რომ ამის გამო ქვეყანა დაიქცევა, მაგრამ სიამდვილეში ერთ-ერთი მიზეზი არის რომ მიზანია ამ გადასახადების შეივსოთ ბიუჯეტი. აქაც იგივე ხდება, რომ გავამარტივოთ, ამიტომ შეიძლება უსასრულოდ გაგრძელდეს. ანუ სავარაუდოდ ხო გაღარიბება ვერ აღიქმება საზოგადოების მიმართ, ვერ აღიქვამს გაღარიბებას, იმიტომ რომ იმენად სწრაფი ტემპი არის ეკონომიკის განვითარებას, რომელიც ეს გაღარიბების მაჩვენებელი ნაკლებია, ვიდრე ის წინსვლა, რაც ამ პერიოდში მოხდა. მათ შორის თუნდაც იაპონიის მაგალითი გვაჩვენებს, რომ შეიძლება მთელი თაობა დაიკარგოს და უსასრულო ფულის ბეჭდა, რა იაპონიის თაობა ყველაზე ერთი გამოცდილი ადამიანების ასე ძარცვაში ინფლაციის მეშვეობით, მათ შორის იმიტომ გასდის იაპონიის თაობას, რომ იაპონელები აი მართლა როგორც სიყვი ისე მუშაობენ და მათი საუკეთესო შრომით აკომპენსირებენ ამ ძარცვას, რომელსაც თარობის მხრიდან მოდის, მაგრამ რო შეხედოთ იაპონიის ეკონომიკას, ფაქტობრივად რამდენიმე დაკარგული თაობა, როცა ეკონომიკა ძალიან დაბალი ტემპებით იზრდებოდა და ოდესღაც მეორე ეკონომიკა ეხლა მეგონი მე-4 თუ მე-5-ია სოფლიოში, ანუ ერთ-ერთი ყველაზე წამყვანი ქვეყანა, აი ამ ფულის ბეჭდით, რომელიც შეიძლება არ იგრძნობოდა ასე, ანუ იმდენად და ისეთი დიდი არ იყო, რომ ხალხს ეს პირდაპირ ეგრძნო, რომ რა ხდება და რაღაც პროტესტი გამოეთქვა, მაგრამ ძალიან დიდი იყო და 30 წლის მანძილზე უზარმაზარი თანხები, ტრილიონზეა საუბარი. ტრილიონობით დოლარზეა შინაარსობრივად საუბარი. ეს რომ მოხდა, ფაქტობრივად თაობების შრომა გაქრა. იმიტომ რომ იყო თაობის მიერ ასე განადგურებული. ხო. კარგი, დავუმატებთ ირაკლი. ხო,
ხო, მოდი შეკითხვას ესე შევცვლიდი, რომ ინფლაცია კარგია თუ ცუდი ეკონომიკისთვის, ანუ ეკონომიკა რა არის? ადამიანების მოქმედებები, ურთიერთ, ასე ვთქვათ, ფინანსური თანამშრომლობა, ეკონომიკური საქმიანობები. და კარგია თუ არა ადამიანებისთვის ინფლაცია? ანუ ეკონომიკის სტიმულებას იწვევს თუ არა? ესე კი არ შევხედოთ, კარგია დადებითია თუ უარყოფითი ინფლაცია. რა ვიცი, გამოკითხვაც რომ ჩავატაროთ, ვინმე იტყვის, რომ თითოეული ადამიანი ვინმე იტყვის, ან კომპანია იტყვის, ან ადამიანი რომ ინფლაცია კარგიაო? ან თქვათ ამ ინფლაციის დადებით ჭრილში შეფასება რომ დავიწყოთ, მაშინ ესეთი სქემა უნდა გქონდეს, რომ მთავრობამ ფულს უნდა ბეჭდავდეს და ადამიანებს ურიგებდეს, რომ აი ხალხო თქვენთვის ზრუნავდა, ამიტომ ფულს გირიგებთ, რომ ფული გქონდეთ. ეს მიზეზი აიხსნებოდა, რომ კეთილი განზრახვა უნდათ, მაგრამ ეკონომიკად არასწორი, ასე ვთქვათ, შედეგია, იმიტომ რომ ფულაც უფრო მეტ ფულს დავაფიქსიროთ. იგულისხმება, რომ ყველა ადამიანს, ყველა მოქალაქეს უნდა რაღაცა წესით ან თანაბრად ან რაღაც პროპორციულად გადაუნაწილდეს. კი ბატონო, ანუ თქვა ამას ბეჭდავს და ყველა ადამიანს თვეში ზედმეტად 1000 ლარს ურიგებს პირობითად, იმიტომ რომ აი გაგიძურდათ ხალხო პროის ფასები და მოდი ფულს დაგირიგებთ, რომ ეს პროდუქტები იყიდოთ, რასაც აკეთებდნენ ეს უნგრეთი და ეს ქვეყნები, რაც თქვით, რასაც აკეთებდნენ და ესე თუ დაურიგებ ამ ხალხს, აი ხალხო ესე ვთქვათ, ფულს დაგირიგებთ და მე პროდუქცია იყიდით. ეს გასაგები მიზეზი იქნება, არასწორი ეკონომიკური ნაბიჯი იქნება, მაგრამ გასაგები მიზეზი იქნება, რომ აი ამიტომ ხალხის სასიკეთო დაკეთებს თავობა. არასწორი ეკონომიკური პოლიტიკას მოგვაქვს სასიკეთოდ, მაგრამ ნუ ეს პროცესი გამოიწვევს, იმიტომ რომ წარმოებული პროდუქცია იგივე რჩება და ეს ფულის მასა კი არ უნდა ქმნიდეს ამ ასე ვთქვათ წარმოებული პროდუქციას, წარმოებული პროდუქცია უნდა იზიდავდეს თუ ფულის მასა ჩდება ეკონომიკაში და მისი ადეკვატური შესაბამისი წარმოებული პროდუქცია, არსებული პროდუქცია არ გვაქვს ეკონომიკაში, ყოველთვის არის დისბალანსი და გვაქვს ინფლაცია და შესაბამისად დაურიგებ ამ ფულს არ აქვს, ასე ვთქვათ, ეფექტი არ აქვს, ასე ვთქვათ, წარმოებული პროდუქციასთან არ მოდის, ასე ვთქვათ, თანხმდროში, მოგვექნება ინფლაცია. ესე რომ კეთდებოდეს არასწორი ნაბიჯით გასაგები იქნებოდა, მაგრამ მოდი ახლა აახსნათ ის თუ ესეც რომ კეთდებოდეს, ისიც არასწორია. ხო, არასწორი ეკონომიკური პოლიტიკა იქნებოდა, მაგრამ რაღაც კუთხით გასაგები იქნებოდა, კარგი მთავრობა ყავს, ხალხზე ზრუნავს. არასწორი ეკონომიკური პოლიტიკით, მაგრამ ხალხზე ზრუნავს. და კიდევ აქ შეიძლება რაღაცაზე საუბარი, მაგრამ რეალურად მოდი ინფლაცია რატო ხდება? აი ამ კეთილი მოკლედ მაყურებელს ის ასე ვთქვათ, შედავეჭება არ გაუჩნდეს, რომ თავობა არასწორად ზრუნავს მოსახლეობაზე, არ ზრუნავს და რეალურად ახლა ინფლაცია რა გვაქვს და ეროვნული ბანკის პოლიტიკა რაც ახსენა სანდრომ, დეტალურად ესე გავყვეთ. დაგეგმა მთავრობამ ბიუჯეტი და ეს ბიუჯეტი რაღაც საქმეებს ასე ვთქვათ ხმარდება. მაგრამ აი თითოეულ ადამიანმაც ინდივიდუალურად წარმოვიდგინოთ, როცა ფული გაქვს და თვიდან თვემდე, ნუ რაღაც სხვა საჭიროება გამოგიჩნდა. რასაკეთებ? ფული უნდა ისეს ხო? ანალოგიური პრობლემა უდგას მთავრობასაც, თქვა ბიუჯეტი აქვს, დამატებით რაღაცა პროექტები უნდა გააკეთოს, თუ სოციალური დახმარება თუ ასე შემდეგ, მოკლედ ბიუჯეტი არ ყოფნის და დამატებითი ფინანსები უნდა მოიზიდოს. და ფინანსები დამატებითი საიდან უნდა მოიზიდო? უნდა მოიზიდო ვალით. ეს არის ან შიდა ვალი, ან საგარეო ვალი. ნუ შიდა ვალი არის ყველაზე კომფორტული, ასე ვთქვათ, მექანიზმი და შიდა ვალის, ასე ვთქვათ, სტრუქტურა ახლა რაც გულისხმობს, რომ ფინანსთა სამინისტრო გამოუშვებს ფასიან კაღალდებს, ობლიგაციებს და მას გამოიტანს სავალუტო ბაზარზე გასაყიდად და აი ამ ასე ვთქვათ ობლიგაციებს ყიდულობენ ძირითადად კომერციული ბანკები და ამ ძირითადი კომერციული ბანკებიდან კიდევ ორი გასაგებია რომელი ორი ბანკიც ამას ყიდულობს. და ახლა რა ხდება, რომ ობლიგაცია იყიდა ამ კომერციულმა ბანკმა, ფული მისცა მთავრობას, ხაზინას და იმან მე თავის საჭიროება დაიკმაყოფილა იქ და გაისტუნა ის ფინანსური ვალდებულებები, რაც მთავრობას ჰქონდა. ამას ობლიგაცია აქვს, ასე ვთქვათ, ამ კომერციულ ბანკს ფული აღარ აქვს, ნუ ამ ობლიგაციიდან გარკვეული პერიოდის მერე მიიღებს შესაბამის, ასე ვთქვათ, სარგებელს, დარიცხულ პროცენტს, ანუ გაასეცხა, ესე რომ ვთქვათ. მაგრამ აი ახლა აი ამ პერიოდში მოდი ეს სურათი წარმოვიდგინოთ, რომ მიდის მომხმარებელი პირობითა და ეუბნება, რომ 100,000 ლარი მინდა სესხი გამოვიტანო და ეს 100,000 ლარი მას არ აქვს, იმიტომ რომ ფული მისცა მთავრობას, ამას ობლიგაციები უდევს. ფულის მასა არ აქვს, ფული არ აქვს რომ მისცეს. და დგება ესე და ასე ვთქვათ, თავის ბარაძე, სახელმწიფო ბარაძე თუ რა ბარათიც იქნება, დაურიცხავს პირობითად იმ 100,000 ლარს. დაუჯენს იმ 100,000 ლარს, 100,000 ლარს, რომელიც ეკონომიკაში არ არსებობდა აქამდე. ეკონომიკურ წონასწორობაში არ მოდიოდა.
და ანუ გამოდის რომ კომერციულმა ბანკმა შექმნა ხო და მოკეთ ამასაც ასე თქვა ახსნი მოკეთ კომერციული ბანკმა გააკეთა ბოლო ვინც აგური დადო ამ საკითხში იყო კომერციული ბანკი რომელმაც ეს 100,000 ლარი მოგცა რომელიც ეკონომიკაში არ არსებობდა და მოხდარა რომ 100,000 ლარით მეტი ასე თქვათ ფული გაჩნდა ეკონომიკაში და დაირღვა უკვე ეს წონასწორობა და ახლა ეს კომერციულ ბანკზე რო არ გადაწყდეს და ყავს ეკონომისტები რომელიც მხოლოდ კომერციულ ბანკებს ასე თქვათ ადანაშაულებენ ამ საკითხში გვაქვს სამკუთხედი და ეს სამკუთხედი არის პირველი ის რომ მთავრობამ გადაწყვიტა რომ ფინანსები უნდა მოიზიდოს და ეს ფინანსური ვალდებულები დაიკმაყოფილოს პირველი ეს არის მთავარი საფუძველი შემდეგ უკვე ეს კომერციული ბანკები და კომერციულ ბანკს ვინ აძლევს თანხმობას აძლევს ეროვნული ბანკი ეროვნული ბანკის გარეშე აქვს ვინმე ზედმეტი ფულის დაბეჭდვის უფლება არა და შესაბამისად აი ეს სამი წრე ეს სამი ასე თქვა წერტილია რომელიც აი ესე თანხwebdriverში იწვევს ასე თქვა ინფლაციას და მეტი ფული შემოდის ბაზარზე ჩნდება მეტი ფული თანხwebdriver წონასწორობა წარმოება ამ პროდუქციასა და ფულს შორის ირღვევა და შესაბამისად გვაქვს ინფლაცია ეს ამ ინფლაციას მერე ებრძვის ეროვნული ბანკი იმით რომ რეფინანსირების განაკვეთს აწევს რეფინანსირების განაკვეთის აწევა ნიშნავს იმას რომ ამ სესხს გააძვირებს რომ შენგან უფრო მეტი ფული ამოიღოს და მოგეთ ესეთი რაღაცა რომ ბევრ ფულს გაძლევს ანუ ბევრ ფულს უშვებს ეკონომიკაში იწვევს ინფლაციას და ამ ინფლაციას ებრძვის ისევ შენი ფულის ამოღებით ანუ გბეგრავს როგორც სანდრო ამბობს რომ გბეგრავს ერთია რომ გბეგრავს და მეორე ამ დაბეგრვის პარალელურად აკეთებს იმას რომ გამოასწოროს მდგომარეობა და რეფინანსირების განაკვეთს აწევს და უფრო მეტი ფული კიდევ ამოიტანოს შენგან რომ ეს წონასწორობა აღადგინოს ცალკე სარგებელია ის ცალკე ხო ცალკე პრობლემა არის მოსახლეობისას ვკითხეთ და რომ უყუროთ კარგი ზოგი თulis რომ რეფინანსირების განაკვეთი დასაწევია მაგრამ ამ შემთხვევაში თუ რეფინანსირების განაკვეთს დასწევს დაუშვათ ეროვნული ბანკი ინფლაციის გასაჩერებლად რა საშუალების გამოყენებაში ხო და ანუ ეს არის ახლა პრობლემა რომ მე ეს რეფინანსირების განაკვეთის საჭიროება დგება ანუ თვითონ რომ გააფუჭებს საქმეს ხო ეკონომიკაში მე ამ თავისი გაფუჭებული საქმის გამოსწორებას იწყებს ახალი ასე ვთქვათ მეთოდის მოგონებით და ეს ახალი მეთოდი არის რეფინანსება რომელიც კიდევ უფრო მეტად ასე ვთქვათ აზარებს ადამიანებს კარგი მე მგონი ცოტა გავართულეთ ახლა ხო მე არ ვარ დაწუნებული რომ მართლა ამორჩეულ ზოგადად ესმის როგორ ეს სისტემა მუშაობს რომ ეს მოდის ეროვნული ბანკი არ იარსებდა ჩვენ ქვეყანაში მაგრამ ერთ რაღაცა შეს არ ვეთანხმები რეალს არის ის რომ ვითომ ეროვნული ბანკი რამე გააფუჭეს ეროვნული ბანკი არაფერს არ აფუჭებს ის შეგნებულად ასე იქცევა უბრალოდ ვინაიდან თვითონ ფულის ბეჭდასა და შედეგებს საკმაოდ დიდი ლაგია პირობითად ფული რო ებეჭდება ამის კონკრეტული ეფექტი რაღაცა 8-9 თვეში ვლინდება შედარებით ნათლად. ამიტომ ძალიან მარტივია შეცდომის დაშვება და ზოგჯერ ზედმეტი მოზის ხომ მაგალითად მაგალითად აბეჭდავენ მეტ ფულს და ინახავენ რომ ინფლაცია გაიქცათ, ამიტომ მე იწყებენ ამ ფულის რაღაც ბეჭდვის ტემპის შემცირებას. ამიტომ შინაარსობრივად ყველა ინსტრუმენტი რომელიც ეროვნულ ბანკს აქვს ყველა ინსტრუმენტი ეგრე რაღაცას ემსახურება. საბოლოო ჯამში მთავრობის შემოსავლების და რადგან საბაკო სისტემა შრომავალია ყველაფრის, ცხადია რომ საბაკო სისტემის სუბსიდირება, ამიტომ ჩვენი მოსახლეობა რო იბეგრება, ანუ როცა ჩვენი მოსახლეობა ღარიბდება გაძლიფასებით, ამით იზრდება მთავრობის შემოსავლები და კომერციული ბანკების, თორე რომ არა ეს ყველაფერი კომერციული ბანკების რეკორდული მოგებები არ ექნებოდა ამდენი წლის მანძილზე. მაგრამ არანაირი შეცდომა გულწრფელი არ არის. ანუ შეცდომა შეიძლება იყოს ტექნიკური, რომ ზედმეტი მოუვიდათ ამ ნაწილში. მაგრამ პრინციპში ეროვნული ბანკი შეგნებულად აკეთებს ამას დანაშაულს ვიტყვი შეცდომა ან ტექნიკურ შეცდომას არ გულისხმობს. მორალურ ფასადით დანაშაულია. და გაფუჭებას ასწორებს. ხადია, მაგრამ შეგნებულად აკეთებენ ამას, იციან რას აკეთებენ. მე არ შემხედრია რომ ვიღაცა რო არ იცოდეს რას აკეთებს, როცა მაგალითად ფასიანი ქაღალდების გამოსყიდვა ხდება ეს რეფინანსირების სესხების გაცემა იქნება თუ ასე შემდეგ. ყველაფერი ძალიან კარგად ესმის, უბრალოდ ხალხს არ ესმის ეს და ვინაიდან ხალხს არ ესმის და სანამ ეს არ ესმის, ეს ყველაფერი კეთდება. და ჩემი გამოცდილებით მათ შორის როცა საპარლამენტო ტრიბუნა იქნება ეს, რა ვიცი, Facebook პოსტები იქნება, ასე უშუალო კომუნიკაცია
ეს ფაქტობრივად შეუძლებელი ადამიანს გააგებინა, რომ როცა ეროვნული ბანკი ფასიან ქაღალდებს ყიდულობს კომერციული ბანკებისგან, ეს რაღაც ძალიან ტექნიკური ამბავი, რომელიც შეიძლება ადამიანი ფიქრობს, მე რა შვაში ვარო, სიამდვილეში იწვევს მის გაღარიბებას. რომ შედეგად ფულის მასა ეკონომიკაში იზრდება, ფასები იზრდება და რომ მიდის მაღაზიაში, ზეთი დახვდება უფრო ძვირი. ასეთი მიზეზი რეგულარული კავშირი ბევრი არსებობს. ფასიანი ქაღალდების რეფინანსირების განაკვეთქვით, ვისამით რომ ზარზემით ამბობ ხოლმე რეზერვები გაიზარდა, რეზერვების და ნიშნავს რომ ლარი უფრო მეტია ბრუნვაში. ამიტომ ხალხს უნდა უხავდეს რეზერვები როცა მცირდება. იმიტომ რომ ეროვნულ ბანკს რო დაიწყოს რეზერვების შემცირება, ანუ გაყიდვა, ლარის მასა შემცირდება ეკონომიკაში და ფასები არათუ არ გაიზრდება, იმდენი რეზერვებია ეროვნულ ბანკის ეხლა რომ ფასები შემცირდება უბრალოდ. ხო და მაგრამ ხალხს გონია რომ რეზერვები რო იზრდება, ეს რაღაც სიკეთეა ამაში. ხო და ამიტომ ეს ერთობლიობაში იმდენი რთული სისტემაა, რომ მაგალითად უნივერსიტეტში მარტო მონეტარული პოლიტიკის საკითხს ერთი სემესტრი ვასწავლდი ხოლმე სტუდენტებს, რომელმაც უკვე ეკონომიკა ის ბევრი რაღაც ისწავლა, პირველი კურსი არ იყო და მეორე არ იყო. ხო და ის რაც სტუდენტს უნდა ასწავლო მრავალი წელი ფაქტობრივად შეუძლებელია პოლიტიკურად აუხსნა, ანუ ადამიანი რომელიც ტელევიზორში გიყურებს 5 წუთი დაგითმა თვეში რომ მოგისმინოს, იმას აუხსნა ტელევიზორით ის რაც სინამდვილეში მრავალკვირიან სწავლას გულისხმობს, ფაქტობრივად შეუძლებელია თუ თვითონ ადამიანი ძალიან ჭკვიანი არის, ან გარემო ისეთი არ აღბოს და როგორც აი 90-იან წლებში რაღაც საგიშეთი როა მოწყობილი და უკვე აი შეუძლებელი არ დაინახო როგორ ვიძარცვები, აი მაშინ შეიძლება რამე გააგებინო. აი ეს ორი გარემოებაა და თუ ეს გახსოვს ის 90-იან წლები. უნდა გვახსოვდეს ესეთ. ხო, ჩვენ შემთხვევაში ეს ამათ კარგად არ იმუშავა, იმიტომ რომ ჩვენ შემთხვევაში ხალხი არ იყო, ვისაც ესმოდა რა ხდებოდა. ანუ ყოველ შემთხვევაში უმრავლესობა ვისაც ესმოდა იმ ხარეს იყო, ვინც ფულს ბეჭდავდა და ხალხს დარწმუნდა. ამიტომ ჩვეულებრივ ასე ვთქვათ სიტუაციაში უნივერსიტეტებში კი არ იყვნენ პროფესორები, ვინც ის უნდა საერთოდ რაზეა საუბარი. რაღაც ერთეულები შეიძლება მოიძებნებოდა, ვინც საბჭოთა კავშირის მასშტაბში, ქვეყანაში საბჭოთა კავშირის მასშტაბში ერთეულები მოიძებნებოდა, ვინც საერთოდ ხდებოდა რაზე იყო საუბარი. და მაგალითად ესტონეთი იმიტომაც არის ესტონეთი, რომ იქ მარტყარი და ისინი ხალხი ვინც იქ მოვიდა ხელისუფლებაში იცოდა რა ხდებოდა და მაგალითად არ გამოიყენა ფულის ბეჭდა ხალხის დაბეგვისთვის. თავიდან ფიქსირებული ის გააკეთა. ხო, მალევე დააფიქსირეს ესტონური კრონი და ფაქტობრივად უარი თქვეს ინფლაციაზე. ანუ ინფლაციის ის დონე ჰქონდათ, რაც გერმანიაში იყო და გერმანულ მარკას მიაბეს თავდაპირველად. ხო და მაგრამ ასეთი გამონაკლისები ძალიან ცოტა იყო და ჩვენ შემთხვევაში არავინ არ იყო, მაგრამ თუ ქვეყანაში ყავს ადეკვატური ადამიანებისაც ესმის და რამე ხდება ფორს-მაჟორული, არის შანსი რომ ადამიანმა გაიგოს, იმიტომ რომ ეს აწუხებს, მაგრამ თუ ეროვნული ბანკი შედარებით ზომიერად ძარცვავს ხალხს, ხან 2%, ხან 3%, შეიძლება 5 იყოს, მაგრამ შეიძლება 1 იყოს, მაგრამ 15 შეიძლება იყოს, მაგრამ ცოტა ხანი თუ იყო. და საკმარისი ფული თუ დაიხარჯა მოსყიდულ ექსპერტებზე, რომელიც თვითონ პირიქით კარგია კაცო, გაგიმართლათ რომ ეროვნული ბანკი ასე გადმუშაობს. მაშინ ადამიანები ამას შეეგუებიან და გააგრძელებენ ცხოვრებას. ამიტომ სისტემა ასე აწყობილია, ანუ რთული ამის ახსნა. და ძალიან რთულია კი. ერთადერთი რაც მარტივია ის, როდესაც დაუშვათ რაღაცა ვალი აქვს ვიღაცა შენი და 100 ლარი, რომელიც შარშან ასეს ხედავს დაგიბრუნდა, აშკარად იმას ვეღარ ყიდულობ, რასაც შარშან იღიდი. ეს არის ფაქტი, ამას ხედავს ყველა. და შემდეგ შენ ვისაც უნდა მისცე ის 100 ლარი, ის იმას ვეღარ იყიდის, რასაც ის იყიდდა შარშან. და შედეგად გამოდის, რომ ადამიანები, რომლებსაც ასეთი ურთიერთობები აქვთ ერთმანეთთან, რომ რაღაცას ყიდულობენ თუ რაღაც ვალს ისტუმრებენ თუ გასესხებას აკეთებენ, ყველა ფაქტიურად ერთმანეთს ატყუებს. რომელიც არის იმ ვითარების დამსახურება, რაც შექმნილია ამ ინფლაციით. ხო, მაგრამ რო კითხოთ მოქალაქეს, ანუ ყველა გზნობს რა ის ინფლაცია, ყველა ხდება რომ მივაზრეთ ძვირად იყიდის ან რა ვიცი, კითხს ძვირად იყიდის პურს, ცუდია და ეს რაღაც არ მოსწონს ინფლაცია, მაგრამ რო კითხო, აი ეროვნულ ბანკ რეზერვები გაზარდაო, კარგია თუ ცუდია, თუ კარგია რომ გაიზარდაო. ანუ ვერ მიხდება მიზეზი და გობრ კავშირს. და სიამდვილეში რა მოხდა, ანუ ეს იგივეა რომ მე ჯიბიდან ამოგაცალოთ რა ვიცი 100 ლარი ვიყიდო დოლარი და დავარეზერვო. ეროვნულ ბანკმა ეს გააკეთა, ოღონდ იმისას რომ ესე უხეშად ფული წაერთვა, თვითონ დაბეჭდა ფული შინაი და ასე ვთქვათ ამით გაზარდა რეზერვები. და შეიძლება იმის ღირებულება შეამცირა. ხო, და ჯიბეშას იგივე იქ რომ წამერთვა ფული, მაგრამ ასე რეალურად უბრალოდ შეამცირა სყიდულობითი უნარიანობა. ბანკის რეზერვების საკითხი ცალკე ისე თუ ლეხორდა ამოტებდი რამეს რა. დავამატებდი იმას და დასაწყისში რა თქვა, აი იმის ასე თქვა გაგრძელებას გავაკეთებდი, რომ აი ეკონომიკის სტიმულირებას უწყობსო ხელსო და ეკონომიკის სტიმულირებას უწყობს ხელს რაში
მდგომარეობს ეს ასე ვთქვათ ახსნა მდგომარეობს იმაში რომ აი რაც თქვით რომ ნუ ის წრე გავიარეთ ობლიგაციები გაცა და მოკეთ ასე ვთქვათ ეს მდგომარეობა არის ბაზარზე და აი ბიზნესი მივიდა და ახალი ბიზნესის დაწყება გინდა და აი ამ ბიზნესისთვის შენ გინდა ფინანსების მოზიდვა და ფინანსების მოზიდვაზე რა ნუ კომერციულ ბანკთან მიხვედი და იმ კომერციულ ბანკმა რო სესხი მოგცა აი რაც წინაზე ახსენით რომ ზედმე ანუ არ არსებული ის 100 პირობითად ჭყალებში 100,000 ლარი გააჩინა ეკონომიკაში და ამით გამოიწვია ინფლაცია. ანუ ინფლაცია კი გამოიწვია, მაგრამ მე ესე რაღაცას ვიტყოდი რომ აი ამას ხომ მივეცით ფული ამ ბიზნესს. ანუ ეკონომიკურ სტიმულება გამოიწვია ამ ბიზნესისთვის რომ მე ფული არ მიმეცა, სესხი არ მიმეცა. შესაბამისად ინფლაცია კი არ მექნებოდა, მაგრამ ესეც ბიზნეს ვერ გააკეთებდა, ბიზნეს თუ ვერ გააკეთებდა, ეკონომიკური სტიმული არ იქნებოდა და ეკონომიკური განვითარება არ გვექნებოდა ქვეყანაში. აი ესეთი ახსნა აქვს. ჩემი პოზიცია არა, ეგეთი ახსნა არის. რომ ამიტომ ეს სტიმულს იწვევს, მაგრამ ის 100,000 ლარი თუ არ არსებობს. ხო და აი ზუსტად ეგრას აი ამ ნაწილს თუ რაღაცა შუა ნაწილიდან, შუაგზიდან დააკვირდები, იტყვი რომ ხო რა კარგია, სტიმული გააკეთა, ბიზნეს თუ ფულს ამიცემ, ის მე ბიზნეს ვერ დაიწყო და ეკონომიკას ვერ განავითარებდა, მაგრამ მაქან საფუძველზე არ მივყვებით. ანუ ჩვენ დასაწყისიდან არ ვაკეთებთ ამის ანალიზს და დასაწყისიდან თუ ანალიზს მივყვებით, ნახავთ რომ აი პრობლემა აი აქ წარმოიშვა. აქ წარმოიშვა იგივე იმ ბიზნესმა რომ ასე ვთქვათ ფინანსებზე ხელმისაწვდომის პრობლემა აქვს და მარტო ბანკთან მიდის თუ ასე ვთქვათ ქვეყანაში საფონდო ბაზარი არ არის განვითარებული და რაღაცა სააქციო კაპიტალი არ გვაქვს ასე ვთქვათ სააქციო ბაზარი და მოკეთ აი ამ მიმართულებით ფასიანი ქაღალდების ვაჭრობა არ მიდის და სხვა მოკეთ რა აუხსნათ მარტივად ის რომ დამატებითი სხვა ფინანსების მოზიდვის შესაძლებლობა არ გაქვს გარდა ბანკისა ეს მე ერთმანეთთან ჯაჭვურად არის გადაბმული და იწვევს მე პრობლემებს და შუაგზიდან თუ დავიწყოთ ხო კარგია ინფლაცია ამ დასკვნამდე მივალთ მაგრამ დასაწყისიდან უნდა მივიდეთ თუ რა არის პრობლემა და რა იწვევს ამ ინფლაციას და მე ყველაფერი მარტივად დაალაგდება რამდენად მარტივად ახსენე აღარ ვიცი მაგრამ მოკლედ აი ეს მექნება აქვია მითითება თუ ის რომ საფუძველს მივყვეთ რა არ ვიცი სწორად მივალთ არ მივალთ მაგრამ შუაგზიდან არ დავიწყოთ მოვლენების ახსნა და აი დასაწყისიდანვე საფუძველს ჩავყვეთ აი საფუძველიც თუ ჩავყევი და ნახეთ თუ რატომ ხდება ეს ყველაფერი ინფლაცია იქნება თუ ნებისმიერი სხვა ეკონომიკური პრობლემა მე ყველაფერი მარტივად იდენტიფიცირებადი ხდება როგორც არ უნდა ვთქვათ პატუცელებელი მაყურებლებო და ჩვეულებრივ მაყურებლებო როგორც არ უნდა ითქვას, როგორც არ უნდა ვილაპარაკოთ, შეიძლება ძალიან ფულად ლაპარაკოთ, ერთი რამე არის ფაქტი, ინფლაცია გამოწვეული არის იმ დადგენილი წესებით, რომელსაც ჩვენი ეროვნული ბანკი ადგენს, იმის საფუძველზე ხდება ყველა ოპერაცია, რაც ხდება და ინფლაცია სწორედ იქიდან მომდინარეობს. თუ ამას დაგვიჯერებთ, კარგი იქნება თუ არა და მაშინ სხვა ახსნა ზერჯერობით, რა ვიცი, ჩვენ არ გვაქვს. რას დავამატებთ? რა შეიძლება დავამატო კიდე ის, რომ ჩვენ ქვეყანაში ფულის გაყალბება დასჯადია. მაგრამ თეორიულად ეროვნული ბანკი არის ფულის გამყალბებელი. ანუ ფულის გაყალბება არის რომ არსებული ფულს იქეთ რომ ვიღაცა ფულს ბეჭდავს. მე რო სახში დავბეჭდოს ზუსტად იგივენაირი ქაღალდები როგორც ეროვნული ბანკი ბეჭდავს, ზუსტად იგივე ხარისხის, ციხეში გამიშვებენ მრავალი წლით. ეროვნული ბანკი აკეთებს ზუსტად იგივეს. ოღონდ თუ ფულის გაყალბება ცუდია, ეროვნული ბანკის ქმედება ცუდი უნდა იყოს. ოღონდ ის ლეგალურად აკეთებს. ხო და ლეგალური უფლება. ხო და გამოდის რომ თუ ფულის ბეჭდა სიკეთეა, მაშინ მოდით მივიცეთ ამ სიკეთის კეთების შესაძლებლობა ბევრ ადამიანს. რატომ არ ვადოთ, მაგრამ ყველა მიცის, აი ომების ისტორიიდან იცის, რომ ტერი რო შემოდიოდა, ფულს აყალბებდა, რომ დაინგრია, ასე ვთქვათ, მტრის ეკონომიკა. გავრცელებული ინსტრუმენტი იყო. ჩრდილოეთ კორეა დოლარებს აყალბებს მაგალითად და ინდუსტრიულ მასშტაბში მაღალი ხარისხით უშვებს დოლარებს. ეს ცნობილი ამბავია. და ნუ შინაარსობრივად თუ ფულის დაბეჭდას სიკეთე მოყვება, მაშინ ეს პირიქით ბევრ ადამიანს უნდა გავაკეთებინოთ. მაგრამ ზუსტად ამაშია პრობლემა, რომ ადამიანის სიკეთე ამას არ მოყვება. ეს არის ხალხის დაცვის ინსტრუმენტია და ბევრმა რო დავბეჭდოთ, ყველა გავხატაკდებით, როგორც 90-იან წლებში მოხდა. ამიტომ გახატაკების მასშტაბი რო კონტროლის ქვეშ იყოს და გახატაკება ადამიანების ასე ვთქვათ, სწორ ჯიბეში ზრდიდეს ფულის რაოდენობას. სწორი ადამიანების. ამიტომ ამაზე არის თავების მონოპოლია დაწესებული.
ასე გეუბნები. ცხადია. და ჩვენ ჯერჯერობით მაგის შეცვლილს არანაირი შანსი არ გვაჩნია. ყველაფერი ხალხზე დამოკიდებული. ხალხი იმსახურებს იმას, რაც აქვს. და ხალხი როცა ხვდება რაღაცას, როცა უმეტს ფიქრობს, მეტ დროს ხარჯავს პოლიტიკაში გაერკვიოს, უფრო კრიტიკულია, მას უკეთესი მთავრობა ყავს და ნაკლებად იძარცება, როცა ხალხი როგორც ჩვენ და ხშირად ხდება ხოლმე აყოლია რაღაც ლოზუნგებს, ყვილს, წივილს, ლანძღვას და ამ შემდეგ ის უბრალოდ ვერ ხედავს, რომ აი ეს ყველაფერი იმიტომაც არის მოწყობილი, რომ როცა ის იძარცება, ის ვერ ხედავდეს. ამიტომ მთელი პოლიტიკური სპექტაკლი ამაზეა აწყობილი, რომ ხალხი ეგონოს, რომ რა ვიცი, ნაცები ქოცებს ებრძვიან, ქოცებით ნაცებზიან და უბრალოდ ხალხი იძარცება. ეს არის უნივერსალური მეთოდი, ყველა ქვეყანაში ასე მუშაობს საბოლოო ჯამში. ყურადღების გადატანის მეთოდი. მაგრამ ასე მუშაობს სისტემა, ანუ ადამიანები რომ დაფიქრდნენ მართლა რა ხდება, არანაირი შანსი არ არსებობს, რომ ბანკი არსებობდეს თუ ხალხმა ეცოდეს როგორ მუშაობს და რისთვის მუშაობს, მაგრამ ვინაიდან ხალხი არ ხვდება და ვერ ხვდება და სხვა რაღაც გონია პოლიტიკა და სხვა, ასე ვთქვათ, პოლიტიკურ საკითხებზე მის ყურადღება კონცენტრირებული, ნუ გაიძარცვა და ჩვენ არც პირველი ვართ და არც უკანასკნელი, ვინც ამას აკეთებს ჩვენი ქვეყანა. არც თანამედროვე არის, ასე ვთქვათ, ამის გამკეთებელი ძველ დროშიც შეიძლება დაგეთებდნენ ხელისუფლები. მირაკლი დავამატებთ რამეს და უკვე ბოლოსკენ უნდა წავიდეთ. ხო, ანუ ერთს დასაც დავამატებდი, რომ აი საგარეო ფაქტორებზე და გადაცემის ჩაწერამდე ახსენეთ, რომ თურქეთში იყო მაღალი ინფლაცია და მერე აი საგარეო შოკი რადგანაც ის ჰქონდა თურქეთთან მჭიდრო საგარეო ვაჭრობა, ეს ინფლაცია მერე იწვევს საქართველოში ფასების ზრდასო და კურსის გაუფასურებას. ეს ასე ვთქვათ, არგუმენტები იყო, აი თურქეთში მაღალი ინფლაცია, ჩვენთანაც ეს გადმოდის. და არა და რეალობა სხვა რაღაცა არის, რომ ამას თუ ამბობ, მაშინ უნდა დაამტკიცოს შესაბამისი გამოთვლებით. ცოტა ტერმინებს მოვშველებ მაშინ აქ და აი იმ ქვეყანასთან, რომელთანაც ვაჭრობ, თუ იმ ქვეყანაში დევალვაცია უფრო მაღალია ვიდრე ინფლაცია, მაშინ შენ იმპორტირებული პროდუქტი უფრო გიაფდება. ანუ დოლართან მიმართებაში ძლიერად თუ უფრო მეტად უფასურდება, უფრო მეტი პროცენტით ვიდრე ინფლაცია აქვს, მაშინ შენ ვისგანაც ყიდულობ, ანუ თურქეთისგან რო ყიდულობ თქვა იმ დოლარში, უფრო იაფად ყიდულობ რეალურად და ეს მომენტი იყო ზუსტად მაშინაც, როდესაც უფრო მაღალი იყო დევალვაცია ვიდრე ინფლაცია და რეალურად ფასივი შემცირება უნდა გამოიწვია და უბრალოდ ძალიან მარტივად ის არის სათქმელი, რომ აი ხო ფასები იზრდება, იმასთან ვაჭრობთ, შესაბამისად ჩვენთანაც იზრდება ფასები. ანუ ერთსა და იმ ვალუტაში ასე ვთქვათ, ვაწარმოებთ, ანუ აი ამასაც მოკეთ ყველაფრის დაბრალება მიდიოდა ყველაფერზე, გარდა იმისა, რომ რა შიდა პოლიტიკა გვაქვს და რა მონეტარული პოლიტიკა აქვს ეროვნულ ბანკს, რაც მე რეალურად აისახება ის ინფლაციაზე და იგივე ვალუტის კურსის ცვლილებებს. მაგას მე მგონი ყველა ქვეყნის ყველა მთავრობა მასე აკეთებს. რა თქმა უნდა, ყველა მთავრობა. დავამატებთ რამეს სანდრო დავამთავრეთ, ხო? კარგი, პატუცეულნი მაყურებლებო, მე მეგონა რაღაცნაირად უფრო მარტივად ჩამოვაყალიბდებით ამ საკითხს და ავხსნით და გავშლიდით, მაგრამ შეიძლება მოხდა პირიქით და უფრო გავართულეთ საკითხი და დაგანახეთ თუ რამდენად რთულია ეს საკითხი, რომელიც შეეხება ინფლაციის აუცილებლობას ეკონომიკისათვის. ჩვენ კიდე ვიფიქრებთ, როგორ შეიძლება უფრო მარტივად აგიხსნათ ინფლაციის არსი და შემდეგ გადაცემებში რაღაცა პერიოდის შემდეგ ამ საკითხზე ვფიქრობ, რომ კიდე უნდა ჩავწეროთ გადაცემა იგივე სტუმრებთან, ან სხვა სტუმრებთან ვნახოთ. ახლა დაგემშვიდობებით, მადლობა ყურადღებისთვის.